ეს არის ინტერნეტ ტელევიზია ფაქტორიჯი, გადაცემა ეკონომიკის ფაქტორი. მე ვარ მისი წამყვანი ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე. დღეს ჩემი სტუმარია ეკონომისტი ლევან ქისტაური. ბატონ ლევან, გამარჯობა და დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მიიღეთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ოფიციალური მონაცემებით გასული წლის განმავლობაში, ანუ 2018 წელს, საქართველომ ტურისტული სექტორიდან მიიღო 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი და ეს, როგორც ამბობენ, არის რეკორდული მაჩვენებელი, მას შემდეგ, რაც ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ ტურისტული სფეროს განვითარება. მანამდე წლების განმავლობაში ცნობილია, რომ ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური წყარო ეს იყო ჩვენი თანამემამულების მიერ, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად არიან დასაქმებულები უცხოეთში, გადმოგზავნილი ფულადი გზავნილები და ეს თანხა პრინციპში ყოველთვის იყო ყოველწლიურად ეს იყო მილიარდი ამერიკული დოლარი, მე ძალიან ესეთი არაოპტიმისტურ ხას ვასახელებ, იმიტომ რომ ზოგჯერ იყო მეტი, ამაზე ნაკლები არასდროს ყოფილა, მეტი იყო 100 მილიონი, 200 მილიონი, 300 მილიონი დოდიახ და იყო თქვა მილიარდ ნახევარიც კი ჩვენ გვახსოვს პერიოდი, რომ ფულადი გზავნილების და რაოდენობა იყო მილიარდ ნახევარი ამერიკული დოლარი და ამასთანავე აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის სრულად აღრიცხული და აღნუსხული თანხა, იმიტომ რომ არის თანხის რაღაც ნაწილი, რომელსაც ატანენ და არ გადის თქვა საბანკო, საფინანსო არხების მეშვეობით არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე თუ ისე იმ ფაქტს, რომ ჩვენ კვლავ ექსპორტსა და იმპორტს შორის საბედისწერო უარყოფითი სალდო გვაქვს ქვეყანაში, ვალუტის შემოდინების აი მთავარ წყაროდ იქცა სწორედ ჩვენი თანამემამულების მიერ გადმორიცხული ფული, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვენი ეროვნული ვალუტის ლარის გამყარებაში. როგორც ჩანს, გასული წლის მონაცემები მოწმობს, რომ მას შეეხიდა ამ საქმეში ტურისტული სექტორი, ტურისტული ბიზნესი, იმიტომ რომ 3 მილიარდი დოლარი არ არის თქვათ მცირე თანხა და ერთად ეს ფულადი გადარიცხვები და ტურისტული სექტორიდან მიღებული ფული, რა თქმა უნდა, საკმაოდ შთამბეჭდავია სავალუტო შემოსავლების თვალსაზრისით. მაგრამ ამის მიუხედავადაც ჩვენ თავად სახელმწიფო ჩვენს ეროვნულ ვალუტას ლარს პრინციპ დიდად არაფერი შეტყობია მისი გამყარების მხრივ. შესაძლოა ეს იყოს ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ექსპორტში მაინც საჭირო არის რომ რაღაც ეკონომიკა სხვა კუთხითაც იყოს ჩართული ამაში და მხოლოდ არ იყოს ესეთ ერთი სიტყვით ცოტა ისეთ უშრომელ მუქთა შემოსავალზე, ხო? მაინც ესე ჩანს საქართველოს მოქალაქეებისთვის მუქთა შემოსავალია ტურიზმიც და ასევე უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებიც კი მათთვის ვინც მუშაობს არ არის მუქთა, მაგრამ მათი ოჯახის წევრები ვინც იღებენ ეს რა თქმა უნდა მუქთა შემოსავალია. რატომ ვერ ხერხდება მიუხედავად აი ესეთი მაღალი სავალუტო შემოდინებებისა ლარის გამყარება ყოველ შემთხვევაში უფრო გონივრულ ნიშნულთან მაინც. და ჯერ სანამ დავიწყებთ უშუალოდ აი ამ პრობლემაზე საუბარს, ბატონ ლევან, მე მინდა კითხოთ, რომ როდესაც ამბობენ, რომ თქვა 3 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო სახელმწიფომ 2018 წელს ტურისტული სექტორიდან, რას აი პირდაპირ და ირიბი ბენეფიტი როგორია ამ შემთხვევაში, როგორ აისახება პირდაპირ და ირიბად სახელმწიფოზე და ბიუჯეტზე ეს შემოსავალი? გამარჯობათ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გილოცავთ განვლილ დღესასწაულებს და დამდეგ დღესასწაულებს. მართალი ხარ თქვენ, უპრეცედენტო მასშტაბების იყო გასულ წელს 2018 წელს უკვე ტურიზმის სექტორი, უბრალოდ აქ მე გულისხმობ ვიზიტორებს და რომელიც დაახლოებით 8 მილიონი იყო და მათ შორის 5 მილიონი ტურისტი. შესაბამისად, უპრეცედენტო იყო 3 მილიარდზე ცოტათი მეტი იყო ამ სფეროდან შემოსავალი, მაგრამ ზუსტად ამას უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის თანხის შემოდინება, ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, ნაღდით თუ უნაღდო სახით საქართველოს ტერიტორიაზე უხეშად რო თქვა დახარჯული, მაგრამ ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსავალი. ხო, ეს მიიღო ამ სექტორში დასაქმებულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა. თუმცა ირიბად ბიუჯეტში მაინც მოხდა ყოველ საშემოსავლოები რა შემოსავლების მოგების გადასახადის სახით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამავე დროს ეს ეკონომიკის ნებისმიერი სექტორი თუ დარგი გარკვეული ჯაჭვია, რომ მუშაობს სასტუმრო, ასე ემსახურება, ვთქვათ, ლოჯისტიკის ხაზით რამოდენიმე სხვა დარგის კომპანია, ანუ ამუშავებს კვების ობიექტებს, სურსათის წარმოებას, ან იმპორტს, რასაც თქვენ ამბობთ, სატრანსპორტო საშუალებებს და ასე შემდეგ და ანუ თლიანად ამ ჯაჭვის მომსახურეობას, ანუ მარტივად ვთქვათ, მოსახლეობას გაუჩნდა ფული. ეს ის ფულია, რომელიც მოხდა მოსახლეობის მათი დიდი ნაწილი, ამ თანხის დიდი ნაწილი მოხდა მოსახლეობის ჯიბეში, რომელსაც ის დახარჯავს სხვა მომსახურებების მიღებაზე და თქვათ უხეშად რო თქვათ 20% შეიძლება მოხდარიყო სახელმწიფოს ბიუჯეტში სხვადასხვა გზები თუ ადმინისტრირება იყო რა თქმა უნდა კარგი, უფრო ნაკლები, მაგრამ თუ აი ოპტიმალური ვარიანტი. პირველ ეტაპზე ასევე დაბეგვის პირველ ეტაპზე ასე ვთქვათ. ისევე როგორც იგივე ფულადი გზავნილებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი საგადამხდელო ბალანსისთვის და დაახლოებით სწორედ აღნიშნეთ
თქვენ 1.200-დან 1.5 მილიარდამდე მერყეობს წლიდან წლამდე ეს თანხები ბოლო პერიოდში ესეც იზრდება. ანუ შემოდინება არის გადინებაც, ანუ ფულადი გზავნილების საშუალებით გადარიცხვები ქვეყნის გარეთ, მაგრამ გაცილებით ნაკლები, დიახ. ну ესა გვაქვს ამ ნაწილში სურათი. დიახ, და რატომ ვერ აისახება ეს ტენდენცია, თქვათ, უშუალოდ ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე და რატომ არის, თქვათ, კურსი 2.67.9, ну მე ჯიხურების კურსს ამბობ, იმიტომ რომ ბანკებს ეს უცნაური კურსები აქვს, რომ მათზე ჯიხურებს იყენებს უმეტესად მოსახლეობა, ამიტომ ჯიხურის კურსს ვიტყვი. ეს კურსი არის სტაბილურად 2.67, 2.5-დან 2.8-მდე, ასე ვთქვათ. მოდი ორ ნაწილად გავყოფ ჩემ პასუხს რა. ერთი ცოტა პროვოკაციული იქნება. პირველი რომ რატო ამბობთ რომ არ აისახება. იქნება ეს რომ არ ყოფილიყო უარესი კურსი. ხო, ეს მინდოდა მეკითხა, ხო, დიახ. ქონოდა. ძალიან მოკლედ. მაშინ ესე კიდევ რატომ უნდა ქონოდა, როდესაც 4.5 მილიარდი მიიღო მოსახლეობამ ამ წელს? 4.5 მილიარდი შემოედინა ქვეყანაში, მაგრამ უფრო მეტი გაედინება. სხვა შორის გასული წელი ერთი თვალსაზრისით იყო კიდე უპრეცედენტო. კერძოდ გასული წლის მესამე კვარტალი, როდესაც საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იყო, როდესაც საგადამხდელო ბალანსი, ანუ ყველა გზებით შემოდინებული თანხები და ყველა გზებით გადინებული თანხები, ხო? დადებითი ბალანსი დაჭდა. ანუ გასული მეტი იყო? შემოსული მეტი იყო. მხოლოდ მესამე კვარტალში ძალიან მცირედით, სულ 12 მილიონით, ხო, დადებითი ბალანსი მივიღეთ საგადამხდელო ბალანსში. მაგრამ უყურეთ აქ რა შეასაქმე, ეს დადებითი ფაქტორი გამოიწვია სწორედ ტურიზმიდან შემოსავალმა და ფულადი გზავნილებებიდან. იმიტომ რომ თუ ავიღებთ მარტო სავაჭრო ბალანსს, ის იყო უარყოფითი და დარჩა უარყოფითი, უბრალოდ ამან იქ არსებული დანაკლისი და დეფიციტი გადაფარა აქედან მიღებულმა შემოსავლება. ეს ნაწილობრივ იმის პასუხია თუ რატომ უნდა იყოს კურსი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება უფრო უარესი იყოს ლარის მდგომარეობა, რომ არა? არა, მე არ ფიქრობ რომ უარესი იყოს, არის ის რაც არის. რომ არა ეს წყაროები მე ეს ვიგულისხმე, უარესი. რომ არა ეს წყარო, რა თქმა უნდა უარესი იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა, იმიტომ რომ ეს შეთვალოთ აი ზიარჭურჭელია, ბალანსია. ხო, შემოდინება და გადინება მოდი ასე შევხედოთ რა ძალიან მოკლედ და გასაგებად რო ვთქვა ცოტა ეს თეორიულ ნაწილში ლარი არის იგივე საქონელი. არის ლარის საქონელი, დოლარიც საქონელია. რომელიც მეტია, ხო, მისი ფასი უფრო ნაკლებია. არის მეტი დოლარი, დოლარის ფასი მცირდება. არის მეტი ლარი, ლარის ფასი მცირდება. მათ თანაფარდობაში კურსიც ესე დგინდება. დღის განმავლობაში მოთხოვნა მიწოდებით დგინდება კურსი. ხო, შესაბამისად, რომ არა ეს ორი წყარო საგადამხდელო ბალანსის, ანუ ფულადი გზავნილები იქნებოდა ცოტა და იქნებოდა ეღირებოდა ძვირი. რა თქმა უნდა. აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, უცხოური ინვესტიციები, რომელიც ასევე როლს თამაშობს. აქ ასეთ ზრდას არ აქვს და ბოლო წლებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში საინვესტიციო შიმშილი შეიმჩნევა, იმიტომ რომ განვითარებადი ბაზრებიდან ინვესტიციები გაედინება და მიდის მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკაში. ეს ცალკეთება. მაგრამ მეორეს მხრივ რომ იგივე კითხვას მეც რო კითხით უპასუხო. როდესაც თქვენ ამბობთ რომ ლარის კურსი რატო არ გამყარდა, რატო ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, ხა და გამოიწვია ქოქოლას ჩემს მიმართ. მაგრამ შეგნებულად ვსვამ ესე კითხოს რომ რატო გვადარდებს ეს? ლარის კურსი რატომ გვადარდებს? ლარის კურსი რატომ გვადარდებს? იმიტომ რომ შემდეგ ზრდება პროდუქცია. განსხვავებით ვთქვათ, აი თურქეთის მოქალაქეს ლარის კურსი, უკაცრავად ლირას კურსი ნაკლებად ადარდებს, იმიტომ რომ ექსპორტის წილი იმდენად მაღალია და გააქვს თავისი პროდუქცია ქვეყნიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლირა უფრო გაუფასურია, ხა სულ ბოლო მონაცემი არ მინახავს, მაგრამ როგორც წესი უფრო მეტად იყო ხოლმე გაუფასურებული დოლართან მიმართებაში. ვიდრე უბად მე ბოლომდე კი იმისთვის მაყურებლისთვის დავასრულებ ამ ას რომ რას ვამბობ, ნათლად ვუთხრა მათ და მიუხედავად ამისა, ფასებზე თურქეთის
შიდა ბაზარზე, ამით მოსახლეობის თურქეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ უარესდება. მაშინ როცა საქართველოში იმითაც კი უარესდება ლირა რო უფასურდება. მაშინ როდესაც ლირის გაუფასურება სახელმწიფო საკუთრებ თურქეთის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს. ამიტომ გვაინტერესებს ჩვენ, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი მერწმუნეთ. ჩემთვის გადამწყვეტია, მაშინ უთხრათ რა არის გადამწყვეტი. ხო, იმიტომ რომ ჩვენ თუ ნახავთ რამდენი გაუფასურდა ლარის კურსი და იგივე თუნდაც თურქულ საქონელზე ან რუსულზე ან ევროპულზე რამდენით როგორ შეიცვალა ფასი კორელაციაში არ არის. ანუ გარკვეული მცირედი კორელაცია შეინიშნება. ანუ დამოკიდებულება ლარის კურსის ცვლილებისა ფასზე არ არის ერთი-ერთთან. ბოლო წლებში ლარის კურსი დავარდა, დევალვაცია მოხდა დაახლოებით 70%-ით. საქონელზე 70%-ით არ არის. არა, ეს არ აისახება, როგორც ჩემს ეკონომისტებს აბნავად კიდევ პროპორციული არ არის. ძალიან მცირედით აისახება, თუმცა იქაც საქონელს გააჩნია და ექსპორტიორ ქვეყანას გააჩნია, ასე ვთქვათ, წარმოშობის ქვეყანას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის რა? დოლარიზაციის მაღალი დონე თვითონ ჩვენ ქვეყანაში. აი, რაც ბოლო პერიოდშია ცოტა ისეთი აჟიტირებული თემა რაც არის, ჭარბოალიანობა. ეს არის ძირითადი, რაც ურტყამს ჭარბოალიანობა და უცხოურ ვალუტაში ჭარბოალიანობა, რაც ძირითადად ურტყამს მოსახლეობის, მომხმარებლის, ფართო საზოგადოების მას გასასტუმრებელი აქვს საბანკო ვალდებულებები, რომელიც გასასტუმრებელი არა იმ ვალუტაში, რომელშიც იღებს ხელფასს, თქვათ, იღებს ხელფასს ლარში და უნდა გაისტუმროს დოლარში და ამის გამო დოლარის დეფიციტი იქნება ბაზარზე, რაც ხელოვნურად იწვევს კურსის ვარდნას. ზუსტად რამდენითაც მოხდა ლარის დევალვაცია, ზუსტად იმდენით გაუძვირდა მას სესხის მომსახურება. აი ეს არის მთავარი პრობლემა. რაც ჩვენ გვაიძულებს რომ მიჯაჭვული ვიყოთ ლარის კურსზე. რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენთან იყო დაახლოებით 80%. ლარიზაციის შემდეგ რამდენია? ახლა შემცირებულია დაახლოებით 12%-ული პუნქტით. ხო, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, თუმცა ეს საკმაოდ რთული დასაძლევია. ამას სხვა ქვეყნების მაგალითები რო ნახოთ, 15-20 წელი ჭირდება, რომ დავიდეს რაღაც ნიშნულ მეტნაკლებად მისაღები ნიშნულზე. აი, რამდენია მეტნაკლებად 20? დაახლოებით 20-25. ანუ მეოთხე დამდე სადღაც, ხო? ხო, და ცოტა ნაკლები, ასე ვთქვათ. უკვე ასატანია. ეკონომიკისთვის მათ შორის არა მხოლოდ საზოგადოების. აქ არის ორი მომენტი. ერთია, რომ ეს ხალხს ესე ურტყამს და ხო ცალსახად ურტყამს. აი, ზუსტად ერთ-ერთზე ურტყამს ხალხს. მეორეა, რომ ამ ქვეყანაში და ნებისმიერ ქვეყანაში ცენტრალური ბანკები, ეროვნული ბანკები არიან, ვინც სწორედ ამ თემებს უნდა ებრძოლონ. პირველ რიგში ინფლაციას. ეროვნული ბანკები ეკონომიკაზე მოქმედებენ ლარით. ლარია მისი და ლარია მისი ინსტრუმენტი, რითაც ეკონომიკაზე მოქმედებს. როცა ქვეყანაში დოლარიზაცია არის ასეთი მაღალი, 80-70%, 75%, მისი ეფექტიანობა, მისი გავლენის შესაძლებლობა ეკონომიკაზე დაკნინებულია. ლარის ანუ დოლარისა მაღალი დიაპაზონი. ის ლარით მოქმედებს, არა და ლარი ქვეყნის ეკონომიკაში ლარს უჭირავს 20-25%. შესაბამისად მისი ქვენითუნარიანობა ძალიან დაბალია. ასე რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. და აი აქ არის თუნდაც ესეთი ტერმინი რო ვთქვა და რეალობას შეესაბამება ეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაღატაკება, ხო მიზეზი სწორედ ეს არის. მაშინ მეც აგყვებით ასე ვთქვათ აი პროვოკაციული კითხვების ტენდენციაში და გეტყვით, ნუ გასაგებია რომ პასუხისმგებლობა აქვს და ხელისუფლება, იმიტომ არის ხელისუფლება და ოპოზიცია ან პოლიტიკური სპექტრი, იმიტომ მათ აქვს პოლიტიკური პასუხი, ნუ ხელისუფლებას უფრო მეტი და ვთქვათ თავისი ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელიც არის ჩვენს ვთქვათ პოლიტიკურ სცენაზე. და მას აქვს თავისი ვალდებულება, ვთქვათ როგორი რაღაცა ხელოვნური ჩარევებით, როგორ გახადოს ეს ასატანი, აი ლარიზაციის პროცესი დაიწყო, ალბათ არ არის საკმარისი ის ღონისძიებები, რომლებსაც ატარებს იმისთვის, რომ ვთქვათ დოლარიზაცია შემცირდეს მინიმუმამდე დავიდეს, მაგრამ აქ ესე იგი დგება რაც თქვენ ძალიან თიქიდან გამომდინარე, უშუალოდ თვითონ მოსახლეობის პასუხისმგებლობა, ნუ პასუხისმგებლობა მე სამართლებრივს არ გულისხმობ, თქვენ მორალური პასუხისმგებლობა, რომ არ აიღოს, აი მასობრივად, აი იდეალური ვარიანტი ავიღოთ. მასობრივად არ აიღო მომხმარებელმა, მოსახლეობამ უცხოურ ვალუტაში სესხი და აიღო მხოლოდ ლარში. აი როგორ სურათს მივიღოთ? თეორიულად აი მოდელირება გავაკეთოთ. მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი იქამდე, რა თქვენ პოლიტიკური მომენტი თქვით ხელისუფლების და ოპოზიციის. ხა გაფეტიშება არ მიყვარს, რაღაც იდეალური არ ყოფილა ნამდვილად, მაგრამ ცუდიც არ იყო. მოდით ესე რბილად ვიტყვი. გასული წლის
დასაწყისში, ხო? ეგრეთ წოდებული გალარების პროგრამა რო შემოიტანა სახელმწიფომ და 60 მილიონი ჩადო მაშინ ბიუჯეტში ამისთვის. მაშინ ამიტომ დისკრედიტაცია მოახდინეს პოლიტიკური კინკლაუბების თუ ჩემია შენიას გამო რა, შენი ნათქვამი ცუდია, ჩემი ნათქვამი ჭკვიანურია. ხო, ესეთი მოახდინეს ამის დისკრედიტაცია. ამის საფუძველიც აქვს საზოგადოებას, რომ უნდობლად იყოს. ზოგადად საზოგადოება არ ენდობა დღეს სახელმწიფოს, ისე როგორც ახალი თემა რაც ავიღოთ, საპენსიო დაგროვებითი პენსია, მათ შორის, თუმცა მე შორს ვარ იმაზეც გარ, რომ იდეალური სქემა არის. არა და მაშინ რომ საზოგადოების ვისაც ეხებოდა უმეტესობას მაინც ეს გაეთვალისწინებინა, ხო გაცილებით იოლ დღეში იქნებოდა დღეს. მაშინ 60 მილიონის ნაცვლად რომელსაც სახელმწიფო ანაზღაურებდა მას და ბიუჯეტში ქონდა შედებული. სხვაობას არა, ანუ კონვერტაციის და სხვაობას გავახსენე. 14 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ, 60 იყო გამოყოფილი. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ მეორე იმას. ანუ არის სარგებლა, ხო, ასე ვთქვათ მოსახლეობამ. იმიტომ რომ ჩათვალო რომ ატყუილებს სახელმწიფო. ხო? ეხლა რაც შეეხება ლარში რო აიღოს ეს პროცესი სახელმწიფომ ადმინისტრაციულად გადაწყვიტა 100,000 ლარამდე აგზალა ლარშის ესხის გაცემა და ეხლა მიმინარი წლიდან, უბრალოდ გასული წლის ბოლოდან უკვე 200,000 ლარში თუ დოლარში. 200,000 ლარამდე ესხი მხოლოდ ლარში უნდა იქნას აღებული. ან დოლარში აკრძალა, დიახ. ხო. არასწორად ვთქვით. შესაბამისად ეს პროცესი წასულია და ის შემცირება რაც მე აღნიშნე რომ 80-დან დაახლოებით 70-მდე შემცირდა მათ შორის ამის ეფექტი იყო და ამის შედეგი იყო. რაც შეეხება მოდელირებას, რომ არ აიღეს მოსახლეობამ, არ აიღო. აიღოს დოლარში. აიღო ლარში აიღო და რა ხდება მე აი რა სჭირს ლარს რა ემართება ამ დროს. ლარს არაფერი არ ჭირს ამით ლარი არ გამყარდება, მაგრამ მოსახლეობა იქნება ამ ნაწილში დაზღვეული ლარის კურსის თამაშიდან. თვითონ არის ჰეჯირებული იქნება ესეთი პოპულარული ტერმინი გახდა. დაზღვეული იქნება ლარის კურსიდან. რა ისე ჩვენ უყურებთ ხოლმე ორ რაღაცას და საზოგადოება ძალიან ხშირად უმეტეს შემთხვევაში უყურებს აი ვიყიდო თუ გავყიდო. ამით მოვიგებ თუ წავაგებ. მე ვიტყვი რომ არც იყიდოთ და არც გაყიდოთ რა. რაც გაქვს დაიტოვეთ რა რამდენიც გაქვს და რაც გაქვს. ხარჯავ ის კონდეს, ნუ ცდილობს საზოგადოება რომ ლარის კურსის თამაშით მოიგოს. იმიტომ რომ შეიძლება მოიგოს, მაგრამ შეიძლება წააგოს და არ არის ეს სფერო მისი პროფესია. და რაც იცის იქ დაკავდეს. და როგორი არის ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის, კერძო ბანკების ინტერესი, რომელ ვალუტაში ურჩევნიათ მათ გასცენ ცეცხლები, ლარში თუ დოლარში? ნუ მათ როგორც წესი ურჩევლია დოლარში, იმიტომ რომ როგორც წესი მოზიდული უმეტესი აქვთ დოლარში. ანუ მათ აქვთ აღებული არა, დიახ, რასაც შემდეგ გასცემენ. დიახ. იმ ვალუტაში ურჩევნიათ. თავისი პარტნიორებისგან, დიახ. რომ მათ თავისი თავი დაიცვან. ანალოგიურად ისინი თავს იცავენ ამ გზით, შესაბამისად უნდა დაიცვას მოსახლეობამაც თავისი თავი იგივე პრინციპით, მაგრამ განსხვავებით ბანკებისგან მათ შემოსავალი აქვთ ლარებში და უნდა აიღონ ვალდებულებაც ლარებში. თუმცა აქ ერთი რაღაცაც მინდა ვთქვა რა. როდესაც ბანკები ახსენეთ თქვენ, ბევრი რაღაცა ბრალდება ბანკებს როგორც წესი. მათ შორის ლარის აშავებენ კი. აშავებენ კი ბატონო. მაგრამ მათ შორის ეს რა არის? ჩვენი ეკონომიკა ძალიან მცირეა, რასაც თქვენ საუბრობდით და ძალიან ჩემთვის და თქვენთვის შეიძლება კი არა და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ ეკონომიკისთვის და ფინანსური ბაზრისთვის როგორც წესი ძალიან მცირე. 5, 10, 15 მილიონს შეუძლია რყევები გამოიწვიოს ბაზარზე. ანუ 1, 2, 3 მოთამაშემ ბაზარზე, ხო, სავალუტო ბაზარი იგულისხმება ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ხელოვნურად შექმნან ესა თუ ის მოდელი. ყოველთვის რაღაც იმას არ მიყვარს, რომ დავინახო ყველაფერში რაღაც შეთქმულების თეორია და ამას აკეთებს რაღაც ბოროტი განზრახვით. მას აქვს შეკვეთა და 15 მილიონიან შესყიდვას ახორციელებს. მას ობიექტურად კანონიერად აკეთებს ის ამას. მაგრამ მისმა ამ ერთჯერადმა იქიდან გამომდინარე რომ პატარა ბაზარი ვარ, ერთჯერადმა ასეთმა მოთხოვნამ, ხო, ბაზარზე გამოიწვია ეს მან თავისი კანონიერი მოთხოვნა დაიკმაყოფილა და კანონიერად განახორციელა ეს ოპერაცია, მაგრამ ბაზარმა ხო აზარალა აი საზოგადოების ის დიდი ფენა, რომელსაც მას პირდაპირ თუ ერებათ ეს ეხებოდა რა.
და აი ბოლოს ორჯერ მომხვდა თვალში, რომ აი ამ სიტუაციაში გასული წლის მიწურულს ეროვნულ ბანკმა ორჯერ შეისყიდა დოლარი. რატომ შეისყიდა? წელსაც შეისყიდა. ახლა შეისყიდა. წელსაც შეისყიდა, დიახ, 10-15 მილიონი. და რატომ რა აუცილებლობა იყო და ამით ლარს დავეხმარეთ და დაეხმარდნენ მართლა? აი მიღება მიწოდებაზე ვამბობთ ახლა ჩვენ და როგორ კი ამოიღეს ის ხნეს ამოიღეს დოლარი იმისთვის რომ ის იყოს, ანუ როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს სავალუტო ბაზარზე, მაგ მომენტში ის არაძლევს ლარს საშუალებას გამყარდეს. რა თქმა უნდა, დიახ. ხო? ანუ იმ მომენტში ბჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვას ეროვნული ბანკმა დოლარის დეფიციტს ქმნის. ხელი შეუშალა ლარის გამყარებას. დიახ. და ეს რატო გააკეთა არაერთხელ, დიახ. ალბათ არა თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ, არ ამგონია ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკში ან არაპროფესიონალები ზიან, ან გიჟები, ან ქვეყნის მწერები. მაშინ რატო ქნეს ესეთი რაღაცა, ხო? დიახ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხა მე შემიძლია ვივარაუდო, იმიტომ რომ მათ შორის მაგ მიმართულებით თავის დროზე მე სამსახურებრივადაც თონდა შეხება. რომ არა შეესყიდა ეროვნულ ბანკს რაღაცა მომენტში, რაღაცა პერიოდის განმავლობაში ლარი მკვეთრად გამყარდებოდა და შესაბამისად ამპლიტუდა მომავალში გაუფასურების უფრო მეტი იქნებოდა. ანუ პირობითად ვამბობ, შეიძლება 2.77-დან ჩამოსულიყო 2.64-ზე და მერე აი ზამბარის პრინციპით დაასრულიყო თუნდაც 2.79-ზე. ეს რყევა უფრო მტკივნეულია საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ეკონომიკისთვის, ვიდრე არ გამყარება. დიახ და ბარემ აი ეს რაც უნდა არაპოპულარულად ჟღერდეს. დიახ და ესეც განვმარტოთ. მკითხოთ რატომ არის ჩვენ გვახსოვს ხო ეს დაიწყო შავი პარასკევის სახელით იყო ცნობილი პირველად ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ერთ პარასკევს საღამოსაც დიახ უცებ ნახტომისებურად რომ გაუფასურდა დაეცა ხო ლარის კურსი შემდეგ ეს დასტაბილურდა რამდენიმე დღეში და მაშინ გავიგეთ ჩვენ საზოგადოება მაშინ გაიგო რომ ეს ნახტომისებური რყევა მავანთათვის ფულის გაკეთების უცებ ძალიან მცირე დროის მცირე მონაკვეთში საკმაოდ დიდი თანხის შოვნის საშუალება იყო. შემდეგ რამდენჯერმე იყო ეს ნახტომისებური რყევები და როგორც მაშინ ახსნეს ეკონომისტებმა ჯობია რომ იყოს თქვა გაუფასურდეს ვალუტა მდორეთ და თანდათან ვიდრე თქვა ესე ნახტომისებურად. რა განსხვავება ნახტომსა და აი ამ დინება ნება გაუფასურებას ნახტომი როგორც წესი ნებისმიერ მიმართულებით ნახტომი ისე როგორც მკვეთრი გამყარებაც არ არის. დიახ. ანუ როდესაც ამპლიტუდა დიდია შოკის ეფექტი აქვს ნებისმიერ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ის მტკივნეულია საზოგადოებისთვისაც და ეკონომიკისთვისაც. თუმცა ასე ვთქვათ, როგორც ვთქვათ, მდორე და თანმიმდევრული გაუფასურება, ხო? ნაკლებად მტკივნეულია საზოგადოებისთვის, მაგრამ უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, მათ შორის ეროვნული ბანკის რეზერვებს უჯდება. აი თქვენ რო თქვით რომ და ჩვენ საუბრობთ რომ 10-15 მილიონი შეისყიდა თუნდაც წელს ეროვნულ ბანკმა, ხო? წელს სავარაუდოდ ეროვნული ბანკი 200 მილიონს იყიდეს კიდე. დოლარს? წლის განმავლობაში. ხო, ალბათ 200-დან 300-ად. იმიტომ რომ ამოდენობის დოლარი აკლია დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებს. აკლია იმიტომ რომ თავის დროზე დახარჯა. ხო, არის სპეციალური ფორმულა და მეთოდიკა, როგორ ითვლება ეკონომიკის ზომისგან გამომდინარე რეზერვების დონე. დღეს ჩვენ დაახლოებით 300 მილიონი გვაკლია. რაში გჭირდება ეს რეზერვები თუ არ გავყიდითო, ეს კითხვებიც არის, ხო? მაგრამ ეს არის უბრალოდ სტაბილურობის სიმყარის. და გჭირდეს გავყიდოთ, არა? შავი დღის მათ შორის გარე შოკების დროს და არა, შიგნით რაღაცა ბაზრის ასე ვთქვათ, უსაფუძვლო, სპეკულატიური. სხვა შორის დიდი გავლენა დღეს აი შარშან განსაკუთრებით შემოდგომაზე ლარის კურსის რყევაზე, ასევე გავლენა ქონდა განწყობებს და მოლოდინებს საზოგადოებას. ხაზერ ხშირად იქცევა ხოლმე რაღაცა ქილიკის და ცინიზმის საფუძვლად და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს არის ფაქტორია, ეს როგორც ეკონომისტი ეკონომიკაში დიახ ფაქტორია. შეიძლება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ამავე დროს შეიძლება ეს არის მისი როლი მაშინ იზრდება, როდესაც საკმარისი კომუნიკაცია არ არის საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან. თორე ამაზეც სახელმწიფომ იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლება თუ ეროვნული ბანკი შესაბამისად უნდა ირეაგიროს, რომ დარღვეული ნდობა აღადგინოს. თუმცა ჩვენთან ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ძალიან
რთულია. ერთი ფაქტორი თქვენ უბრალოდ უკვე აღნიშნეთ, ის თუ რატომ განვიცდით ჩვენ ასე მწვავად და ლარის კურსის ნაცვლებაზე, რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თქვათ ლარი დაეცა, გამყარდა და ძალიან უცნაური აქვე ვიყო სანამ შეკითხვას დავასრულებ, რომ როდესაც არის აი პური გაძვირდა და პური რეალურად გაძვირდა 5 თეთრიდან 10 თეთრით და ნამდვილად არავინ ტეხს განგაში ზარს და არ ითვლის მას რამდენად გაუძვირდა სესხი, რომელიც რატომღაც აიღო დოლარში და რატომღაც არ აიღო ლარში, იმიტომ რომ მაშინ არ გაუძვირდებოდა მას. ეს სესხი. ამ ფონზე და სხვათა შორის რა მაინტერესებს, როდესაც როდესაც ირყევა ლარის კურსი, ცოტა კი გადავუხვი ამ კითხვას, მაგრამ უცებ წამომივიდა ეს შეკითხვა. როდესაც აი ლარის კურსი ირყევა, ბანკი პროცენტი არის განსხვავებული ლარში გაცემულ სესხებსა და დოლარში გაცემულ სესხებს შორის. ბანკის რისკი როგორია, როდესაც ლარში იქნება სესხი გაცემული? აი ამის გამო დიახ ცოტა რთული კითხვა, იმიტომ რომ ცალკეული ბანკიდან გამომდინარე მისი აი ზოგადად მაინც რომ ანუ მე მისხვამდა რომ мотиваციაც რომ აქვს კერძო ბანკებს რომ გასცენ დოლარში, მე აქეთკენ მიმყავს საუბარი და ამიტომ გეკითხებით, სულ ყველა მოსახლეობამ რომ ლარში აიღოს, თქვათ სესხები, ბანკი, პროცენტი ხო არ გაიზრდება, ბანკები ხო არ იზრდება, თავიანთი რისკები დააწყვეტენ თუ ბანკს ეზდება უფრო რისკები ამ შემთხვევაში. ზოგადად გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები მცირედით, მაგრამ ბოლო წლებია საქართველოში მცირდება. და ეს სხვათა შორის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მიზანი, მთავარი მიზანი არის, რომ ინფლაცია იყოს დაბალი და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ მაჩვენებელი არის საპროცენტო განაკვეთების შემცირება. როგორც წესი, ლარებში საპროცენტო განაკვეთი მიმული არის ხოლმე ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებს მიმული აქვს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი. ანუ რეფინანსირების განაკვეთი პლუს მაგალითად 4%. ანუ ის 4 მუდმივია და რეფინანსირების განაკვეთი იცვლება მიზანი მიხედვით ეროვნული ბანკის განაკვეთს. ამ გზით იზღვევენ ბანკები თავის თავს ლარში სესხების გაცემის დროს. დიახ. ანუ მათთვის მან დაზღვევა მაინც აქვთ, მაშინაც კი, როდესაც აბსოლუტური დაზღვევა არ არსებობს არც ერთ დაზღვევა არაფერი არსებობს აბსოლუტურად. ბანკების შემთხვევაში მათზე იმაზე მეტი რისკი მოქმედებს, ვიდრე თითოეულ ცალკე აღებულ მოქალაქეზე. უბრალოდ ბანკი ეს ის ინსტიტუცია, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს, პროფესიონალები არიან, მეტნაკლებად და ასე შემდეგ, ხო? და ისინი ამით არიან დაკავებული, სხვა საქმე მათ არ აქვს, ამას მართავენ და შესაბამისად ცოტა უკეთესად გამოდის. რა გამოუვიდეთ კიდეც ამას. სხვა გზა არ არის. ეხლა გავაგრძელებ მაშინ იმ კითხვას, ეს რატომ მოვიტანე პურის და ვთქვათ სესხების მაგაშელება ანალოგია არ არის თანაზომადი, მაგრამ ტენდენცია არსობრივად სწორი ანალოგია. აი თქვენ რატომ განვიცდით ჩვენ ლარის კურსს, ერთი მიზეზი უკვე დაასახლეთ, იმიტომ რომ დოლარში არის აღებული მეტი სესხი აქვს მოსახლეობას და შესაბამისად მისი აი ეს წნეხი, სასესხო წნეხი იზრდება ლარის გაუფასურების შემთხვევაში. და არის ერთი გამოსავალი, რომ მოხდეს გალარება მთლიანად. თქვა და აიღონ ლარში. კიდევ რა მიზეზებია, რა ფაქტორებია, რომლებიც აწვება ლარის კურსს? ერთია გრძნობთ რატომ და მეორეა რა ფაქტორებია, ხო? ხო ჯობია რომ არც ვიგრძნოთ და არც იყოს თქვა ლარის კურსი. მე როგორც ეხლა ეკონომისტი ამ კუთხიდან ვდგები ყველაფერს, საბოლოო ჯამში ეს არის საგადამხდელო ბალანსი. ანუ წონასწორობა, რაზეც ჩვენ საუბრობდით ჩვენ გადაცემის დასაწყისში, შემოდინებებსა და გადინებებს შორის. და მოიხსენებათ, რომ ჩვენი სამხმარებლო ბაზარის 70 დაახლოებით პროცენტი 80%-მდე, ეს პერიოდულად იცვლება, დამოკიდებულია იმპორტზე. დიახ. დამოკიდებულია, რაც იწვევს თავისთავად ცხადია ვალუტაზე დამოკიდებულია ვალუტის გადინებას, ეს ერთი და ამავდროულად იმ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე დამოკიდებულებას. შეიცვალა თურქეთში სიტუაცია, იქაური საქონელის ღირებულება შეიცვალა. რუსეთში დავარდა რუბლის კურსი, იქაური საქონელი ან პირიქით გამყარდა, იქაური რუბლის კურსი შეიძლება ზოგჯერ საქონელი შეიძლება გაიაფთეს იმ ქვეყანაში, ამან გაზარდოს აბსოლუტური მოცულობა და ამის გამო უფრო მეტი თანხაც კი გაედინოს. ხო, ანუ ეს ზიარჭურჭელის პრინციპია გადადინების ამ შემთხვევაში. ანუ ექსპორტის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს. ექსპორტის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, სხვა შორის აქაც ბოლო წლებია კაი ტენდენცია გვაქვს. ხომ როცა კარგს ვამობ არ ნიშნავს რომ დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უკეთესია რაც გქონდა იმასთან შედარებით. სტაბილურად ბოლო წლებია და თვეებია დაახლოებით 26%-ით იზრდება ექსპორტი და დაახლოებით 16-18%-ით იზრდება მხოლოდ
იმპორტი. ანუ სავაჭროებაშიც ეს გეპი განსხვავება უარყოფითი სალდო არკეულად ვცდილობ. თუმცა აქაც ანახება რასაკონელია ერთი, რასაკონელია მეორე. ეს ამნიშნულოვანი ძალიან დიახ. მით უმეტეს საბოლოო ჯამში ისევ და ისევ რა ნაწილში გვეხება ჩვენ, რა გვადარდებს თუ რა გვაღელვებს ჩვენ. ხო, სულ არ გვაინტერესებს საგადახდელო ბალანსი, თავარია მე რა ფასად მივიღებ. რასაკვირველია. როგორ აისახება, ისე როგორც მე არ მაინტერესებს 4.5 მილიარდი შემოვიდა თუ თუ ეს არ აისახა ჩემს უშუალოდ. კეთილდღეობაზე. ინფლაცია ახლა გასულ წელს ჩვენ ქონდა დაგეგმილი იყო 3, ფაქტიურად ალბათ რო დაზუსტება მე ცოტა ხანში იტყვიან ზუსტად, მაგრამ წინასწარ მომცემით ეს არის დაახლოებით 1.5-1%. ძალიან კაი მაჩვენებელია, ხო? მაგრამ ესეც არ არის სწორად სურათის ამსახავი. მეთოდიკით აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ეს მოიცავს კალათს, რომელშიც დაახლოებით 300 საქონელი პროდუქტი შედის მათ ფასებზე დაკვირვებას. მაგრამ აი მოწყვლადი ფენისთვის პენსიონერებისთვის და ასე შემდეგ ისინი რა საქონელსაც მოიხმარენ, ხო? ძირითადად უმეტესწილად იქ ფასები გაცილებით უფრო გაიზარდა. და არის არა 1.5, არამედ შეიძლება ალბათ არ ვამბობ ზუსტ, დაახლოებით 15%. ანუ მარტივად ვიტყვი რომ კარგად გაიღოს თქვა მაყურებელმა, შეიძლება ხიზილალაზე ფასმა მოიმატა სიტყვაზე ვამბობ, ხო? 1% და კარტოფილზე მოიმატა მარტივად ვამბობ, ხო? და კარტოფილზე მოიმატა თქვა 10%-ით. ხო, ამაზე ელაპარაკი. მაგრამ კარტოფილის მომხმარებელი არის ფართო საზოგადოება და ხიზილალის კიდევ ძალიან მცირე და შესაბამისად ეს უფრო ნაკლებად აისახება. აბსოლუტურად. დიახ, ეს და კიდევ აი ეს ერთი რამდენად შეიძლება იყოს მართებული ასეთი მსჯელობა. ტურისტული სექტორიდან შემოსავალი გასაგებია, მაგრამ და ტურისტი ხარჯავს გარკვეულ თანხას, თქვათ იგივე, ხო, იმ კვების ობიექტებში. კვების ობიექტებში და თქვათ საწვავიც ავიღოთ თუნდაც, ხო, ისინი ხო გადაადგილდებიან. კვების ობიექტის საკვები პროდუქტების უმეტესობა ხო იმპორტირებულია. ანუ ჩვენ იმპორტიორებზე ვმუშაობთ, ანუ ფული რომელიც შემოდის ჩვენთან, ამდიდრებს იმ ქვეყნებს, საიდანაც ჩვენ ვეზიდებით პროდუქციას. თან ისეთ პროდუქციაც როგორც არის სოფლის გასაგებს თქვა საწვავი ჩვენ არ გვაქვს და ამას ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ხო შეგვიძლია პომიდორი, კიტრი, ამიტომ ვაშლი, მსხალი, ატამი ჩავანაცვლოთ. კარტოფილი იგივე. ხო, მაგრამ აქაც ესეთი მომენტია, მოდი ჯერ ვთქვათ, რომ ამდიდრებს მეტნაკლებად რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა, მე ახლა ჯობია რომ სულ აქ დარჩეს, მე გულისხმობ ამ სფეროში დასაქმებულ ხალხს. და ამ სფეროში დასაქმებულ ხალხმა რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ, მათ ანუ ისევ ჩვენ ხალხს უწევს მოიხმაროს უცხო ქვეყნის პროდუქცია, იმპორტირებული პროდუქცია. ეს არის, როდესაც მე საუბრობდი რომ სავაჭრო ბალანსი რჩება დეფიციტურად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი იმპორტის ჭარბობს ექსპორტი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენი მით უმეტეს სამომხმარებლო ბაზარზე. რასაც ვერ უშველა სოფლის მეურნეობაში, აი ბოლო წლების განმავლობაში ჩაშვებულმა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ასეული მილიონობით. კი, აი 700 მილიონიანი იყო, არა 700 მილიონიანი ეს ფონდი 2012 წლის შემდეგ რომ შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების დღემდე ვერ დავადგინეს საწავი და ყოველწლიურად ბიუჯეტს მქონდა ამისთვის სახები, გახსოვთ იქ უფასოდ იყო დახნა, უფასოდ იყო შხამქიმით გატები და ასე შემდეგ, ხო, შემდეგ იყო და თვალწვდები ახაც არის დანერგე აწარმოეს საქართველოს ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტების სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ ეფექტი ვერ მივიღეთ ისეთ ყოველ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მთლიანში და პროდუქტში არ გაიზარდა რაღაც მომენტში ოდნავ ძალიან მცირეით, მაგრამ მაინც შემცირდა კიდეც. თუმცა მთლიანობაში გამოშვება პროდუქციის გაიზარდა. მაგ მეორე მომენტია, რო არ ყოფილიყო ეს, მაშინ რა გვექნებოდა? ცოტა ძნელი შესაძლებელია, მე ვერ ვიტყვი ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენთან. ჩვენ კი გვინდა რომ სოფლის მეურნეობა
როგორ არ გაგვიჩნდეს ამდენი ტურისტია და ამ ტურისტს აქვს თქვა მოთხოვნილება იმის რომ გასინჯოს ქართული პროდუქტი და ქართული სამზარეულო. რა ისე 8 მილიონი ადამიანს ხომ და გამოყვება. ტურიზმის ბიზნესი, ტურიზმის სფერო და სექტორი, როგორც ჩვენ ეკონომიკა, ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. არა მარტო იმიტომ, რომ რაც შედეგიც მოგვიტანა, მაგრამ რატომ მოგვიტანა ეს შედეგი? იმიტომ, რომ ეს სექტორი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე უცბად რეაგირებს რაღაცაზე. ხო, გარემო პირობებზე. მარტო იმიტომ არა, რომ კაი ბუნება გვაქვს, ისტორიული ძეგლები და ასე შემდეგ. თვითონ სეგმენტი ისეთია, რომ ძალიან მოქნილია და უცბად რეაგირებს გადაწყობის თვალსაზრისითაც, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც, მე გულისხმობ სასტუმროს, ჰოსტელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ხოლო რაიონებში, სახლებში გახსნეს ჰოსტელები თუ ღამის გასათევი არ ვიცი როგორც გინდათ ისე დაუძახოთ და ოჯახი იღებს შემოსავალს. ფანტასტიკურია, ძალიან კაი. რა თქმა უნდა, ჯობია უფრო მაღალი დონის და უფრო ასე ვთქვათ ორგანიზებული. ასე რომ მე ისე თქმა მინდა რომ ტურიზმის დარგის დაკნინება არ იქნება სწორი, იმიტომ რომ მე არ ვაკნინე. არა, თქვენ არ გიზახოთ ახლა. უბრალოდ ხშირად არის ხოლმე რომ არ არის სწორი რომ ტურიზმის აქცენტი კეთდება და ასე შემდეგ. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. და იტალია ნამდვილად ტურიზმით ცხოვრობს. ინახავს ამდენ ხალხს შემოსავალს აძლევს და ქვეყანას კიდე ძალიან პოზიტიურად უქმნის ეკონომიკურ ფონს. და ქვეყანას იმიჯს უქმნის კიდევ სხვადასხვა საერთაშორისო იმიჯს უქმნის. ახლა ეს ხდება სხვადასხვა მაგრამ სოფლის მეურნეობა ძალიან სპეციფიკური დარგია. ახლა არ მინდა იმაზე შესვლა და საუბარი. მაშინ ესე გეტყვით, ამას კითხავთ, ახლა ჩვენ მოგვიწევს კამათი მე ვატყობ ამ თემაზე. ამიტომ ამას კითხავთ, 8 მილიონი ადამიანი დაემატა საკვებად, ხო? 4 აქ ვართ დედაწულიანა. ძალიან სერიოზული მომენტია. ხო, დიახ, დედაწულიანა 12 მილიონი ადამიანი. პოტენციალურად, როგორც ვიცი მე, ვთქვა სპეციალისტებისგან, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი ბუნებრივი მდგომიდან გამომდინარე აქვს საშუალება რომ დააკმაყოფილოს საკვებით 12 მილიონი ადამიანი, მაგრამ არსებული ვითარებით ჩვენ შეგვიძლია გამოვყვებოთ 12 მილიონი ადამიანი და თან გავითვალისწინოთ რომ ეს რაოდენობა იზრდება, უნდა გაიზარდოს ტურისტების და შეგვიძლია რომ 15 მილიონი, 20 მილიონი გამოვყვებოთ თუ უცხოეთზე უნდა ვიმუშაოთ ისე უცხო პროდუქციაზე. ძალიან კარგი აქცენტი გააკეთეთ, რომ 3 მილიონი ნახევარი ვართ და წლის განმავლობაში საომხმარებლო სურსათმა გამოკვება 3 მილიონს პლუს 8 მილიონი. თუმცა, ანუ სამჯერ მეტი. სამჯერ არა, 2.5-ჯერ მეტი, ხო? უხეშად რო თქვა. თითქმის სამჯერ ხო ესე. მაგრამ ჩვენ ხო სამჯერ არ გაგვზდია, არც ორჯერ არ გაგვზდია იმპორტი. არ გაგვზდია. ანუ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ექსპორტი იზრდება? არა, ექსპორტი იზრდება, იმპორტი იზრდება, მაგრამ არა იმ ტემპებით. ანუ სოფლის მეურნეობა მაინც შეძლო რაღაცა ამის გადაფარვა. დიახ, ანუ ჩვენი ძალებით მოხდა, ხო ეს? ნაწილის მაინც, დიახ. და თან იქაც ექსპორტზე. ხო, შემთხვევაში ეს არ გაიზარდა, ეს უარყოფითი სალდო. ჩემნაზე ვიტყვი. მაგრამ ანუ იმპორტის რაოდენობა არ მოიმატა, იმ პროცენტით არ გაიზარდა, რა პროცენტითაც გაიზარდა ჩვენთან ტურისტების რაოდენობა, ანუ გამოსაკვებ ადამიანთა რაოდენობა. მართ აიზარდებით. მაგრამ მეორე რა არის, არ გვინდა რომ რაღაცა თავის მოწყვილებასავით გამოგდეს, როდესაც ვაფეტიშებთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას, მიყვარს საქართველო, არავინ არ ჩათვალოს რატო ესე. გამოგდის გაფი, რატო ვაფეტიშებთ 8 მილიონი ადამიანი მოიზიდე არაფრით. სოფლის მეურნეობისთვის არ ვარ ჩვენ არ ვარ სოფლის მეურნეობისთვის იდეალური ქვეყანა. არ გვაქვს სოფლის მეურნეობაში ჩვენ კი ვამბობთ ხოლმე რომ ქართულ გლეხს და ტრადიციულად ჩვენ ქონდა ძალიან კარგი გამოცდილებები და ასე შემდეგ და ასე, მაგრამ როგორც მინიმუმ დაკარგულია ეს გამოცდილებები. ახლა აქ გეტყვით და ჩვენ ვამბობთ რომ გქონდა, კი დაკარგულია, მე მაგალითად მგონი ავტორი აღარ მახსოვს 21 საუკუნე სხვა სიტყვის, თუნდაც იყოს. ავტორი აღარ მახსოვს ახლა ჩემდა სამწუხაროდ, მაგრამ მე ამ დანაკლისს აუცილებლად ამოვავსებ და არ მინდა რომ შეცდომით თქვა გვარი, ისტორიკოსია, ანუ ჩემთვის ცნობილი როგორც არაპროფესიონალისტვის, ხო, ისტორიის სფეროში არ იყო თქვა ძალიან ცნობილი და ამიტომ არ მინდა რომ ამერიოს. მე წავიკითხე, ეს არის კვლევა საქართველოს აი ეს თამარის დავითის აი თემურ ლენგის შემოსევამდე პერიოდზე ყოყრებ და მიმოხილული არის თამარის დროს საქართველოს მრავალი ასპექტი სოციალური, ეკონომიკური და მე იქ წავიკითხე ექსპორტის ჩამონათვალი. ისეთი ტრამვა მივიღე, რომ იმ წიგნის კითხვა ვერ გავაგრძელე. და ეს აუცილებლად დაუბრუნდები. აი ისეთი ტრამვული იყო. ჩემთვის იქ ისეთი პროდუქცია იყო ჩამოთვლილი.
თავისი ამ მრავალფეროვანი კაკლის ზეთებიც, ეს მარტო ზეთები არა, თქო, ეს არ იყო მარტო ღვინო, ეს იყო გადამუშავებული პროდუქტებიც, მე მივიღე კულტურული შოკი, შევძრწუნდი და ძალიან დეპრესიული გავხდი ამის შემდეგ, იმიტომ რომ თითქმის 10 საუკუნოვანი, ხო, 8 საუკუნოვანი სხვაობა და ჩვენ უკან ვართ 8 საუკუნის შემდეგ, ჩვენ ვართ 1-8 საუკუნით უკან. იმასთან შედარებით, რაც ვიყავით 8 საუკუნის წინათ. და ამდენად ვერ ვიტყვი, რომ არ იყო მეთქი ეს გამოცდილება, ამაში ვერ დაგეთანხმებით. არა, გამოცდილება იყო თუ არ იყო, მე არ დამიყენებია, ასე ვთქვათ, კრიტიკულად ეჭვის ქვეშ. უბრალოდ მე ვამბობ, რომ დღეს არ არის. მით უმეტეს რომ 21 რომც იყოს ის ძველი შემორჩენილი, დღეს 21 საუკუნე სხვა მოთხოვნებს. არა, ძველი მე ტექნოლოგიად და გაამდიდრებული რა თქმა უნდა, ხა ამაზე მინდა ახალი ცოდნით, შრომის ნაყოფიერების გაზეთ. ქვევრი ტექნოლოგია ძველია, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ქვევრის ღვინო, ამიტომ ღირს ძველი. აბსოლუტურად გეთანხმებით. დიახ, არის რაღაცეები, რაც აი ზუსტად ეს არის, რაც კარგია, იმას უნდა მივაქციოთ და არა ყველაფერი გავაფეთიშოთ. აი ხლა მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, იმას დავბრუნდები, სრაკი სოფლის მეურნეობაზე შევჩერდით. ჩვენთან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია დაახლოებით 850.000. ითვლება, რომ დასაქმებულია 850.000. ხო, ყველა ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი ეს. და ცხოვრობს რეგიონებში. და ეს ამ რაოდენობის ხალხი უშვებს X რაოდენობის პროდუქციას, რაც დღეს მოცემულობაა და რაც დღეს რეალობაა. მაგრამ შრომის ტექნოლოგია და შრომის ნაყოფიერება ჩვენთან რო იყოს იგივე, რაც არის დღეს ისრაელში ან ჰოლანდიაში, იგივე რაოდენობის პროდუქციას გამოუშვებდა საქართველოში არა 850.000 კაცი, არამედ 35.000 კაცი. აი ამდენით ვართ ჩამორჩენილი ჩვენ ცოდნით, ტექნოლოგიურად, ინფრასტრუქტურულადაც კი ბატონო, გასაღების ბაზრებით უკვე, მაგრამ თუ ეს არ დაგჭირდება და ასე შემდეგ რა. ანუ მე მაინც ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა და ფაქტიც არის თუნდაც, რომ ჩაუშვით 700 მილიონი და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში და ის შედეგი. მე არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ არაგონივრულად ჩაუშვით. გონივრულად ჩაშვებულს ყოველთვის მოხს. მე სხვათაშორის მახსოვს ის ხა შორს დაგვიყვანს ეს არის ჩვენი საუბრის თემა, როცა იყო ამაზე ლაპარაკი, მე იმ დროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ვინც იყო ფიფია, მე მგონი აღარ მახსოვს ხა რომელი იყო გვარად. მე მას სხვათაშორის ვკითხე, რომ აი თუ გაქვთ თქვა შესწავლა რა პროდუქცია, მე ვთქვი რომ ეხმარებით ამით ვთქვა ხო სოფლის მეურნეობას სოფელს, მაგრამ თუ გაქვთ შესწავლილი რომ რა პროდუქციაზე არის მოთხოვნა, რა პროდუქცია შეიძლება გავიდეს ხო შიდა ბაზარზე, გარე ბაზარზე, რომ იმ სეგმენტში მიეხმაროთ, რაც ჭირდება და არა იმაში რომ თქვა მას უნდა მიწის მოხსნა და მოხსნას მარტივად ვიტყვი. ასეთი რამ მაშინ არ იყო იმ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, როცა მე მასალა ავიღე, ამდენად მე მაინც მგონია რომ ეხა არ მიკლევი ეს საკითხი, მაგრამ მაინც მგონია რომ უფრო გონივრულად რომ ყოფილიყო და გათვლით ეს თანხა გაღებული, ეს აუცილებლად მოიტანდა ეფექტს, თუმცა ჩვენ არ ვიცით ეს თანხა რო არ ყოფილიყო, საერთოდ რა მოხდებოდა მე და იქ იყო ხო ყბადაღებული აი კომპენსაციები სეტყვის შემდეგ და ეს იმისთვის კი არ მოდერნიზაციისთვის კი არ გამოიყენა თავისი საქმის, არამედ პირადი კომფორტის მოსაწყობად ხო მანქანის შესაძენად კი არის ეს და არის და ამდენად მე ასე მგონია რომ ეს არ არის იმის ჩემი აზრით ეს არ არის იმის ბრალი ამის მიზეზი არ არის ის რომ სოფლის მეურნეობა არ ვარ გაუხეშად ვიტყვი არამედ სოფლის მეურნეობას ვინც უვლის ქვედარგოლიდან დაწყებული და ზედარგოლით დამთავრებული მე მგონი მათი ვარგისიანობის პრობლემა უფრო არის ის რომ ჩვენ ბევრი ადამიანი ყავს გამოცვალოთ მთავრობა და 850.000 კაცი არა 850 აქ მენტალური ღირებულებითი აქ შეთანხმების საზოგადოების შეთანხმების ვარიანტი და საზოგადოება თავის მთავრობასთან და თავის პოლიტიკურ სპექტრთან მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაცია ეს ერთიანი ორგანიზმია ისინი ერთად უნდა შეთანხმდეთ თუმცა შევთანხმდეთ ჩვენ გრძელვადიან ხელებზე ჩვენ გვინდა ხო ტურისტული სექტორი ეს ხო არის შანსი იგივე ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის არა იმაზეც უნდა შევთანხმდეთ აი კონკრეტული მაგალითის სახით მაგრამ ცოტა ისე მაგალითისთვის რომ მოვამთ რომ ის მილიონები რომელიცაც სახელმწიფო ყოფს მაგალითად რთველის დაფინანსებისათვის. მე მგონი წელს არ იყო ხო სუბსიდია ერთი წელი იყო ბოლო და ძალიან წარმატებულად წარიმართა რთველი. სწორია, აბსოლუტურად ვეთახმები მაგას. უნდა დახარჯულიყო ამ მიმართულებით თუ უფრო მეტი ეფექტის მომტანი ეკონომიკის თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით იქნებოდა სხვანაირად დახარჯვა. თუ ის რეალურად იყო არა ეკონომიკაში ჩადებული ფული, არამედ ამ ფორმით სოციალური დახმარება
კახეთის რეგიონის ცხოვრებისთვის. სხვათა შორის ახლა ჩვენ ძალიან გაგვიზრდა, არ გვინდა რომ ძალიან დავღალოთ ჩვენი მაყურებელი, მაგრამ მე მინდა თქვი ჩვენ შემდეგში აუცილებლად ვისაუბროთ აი ამ სოფელზე ყოფნა არ ყოფნის საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს და ძალიან საინტერესო იქნება როგორ იქნება ასევე ჩვენი მაყურებლის აზრი. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ გვიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ჩვენთან ერთად და პრინციპში ეს რჩევა იმედია გაითვალისწინებთ ეკონომისტის რჩევას რომ თუ კი გაქვთ შემოსავალი ლარებში, აიღეთ სესხი ლარებში, ამით თქვენ საკუთარ ჯიბესაც დაიცავთ და ასევე დაიცავთ ჩვენს ეროვნულ ვალუტას და ასევე დაიცავთ თქვენს თანამოქალაქეებსაც. ძალიან დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.